დილამშვიდობისა საქართველოს კლავსი ამოვნებით მოგესალმებით. მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი ჯეიმაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. დღეს ორშაბათია და როგორც ყოველ ორშაბათს ამ დროს შემოგვერთა მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყოველივე კარგი მინდა ყველას გისურვოთ და განწყობის დადებითი თეორია კვლავ ძალაშია, განსაკუთრებით ამ კვირაში, რატო? იმიტომ რომ კვირა რთულია. ნოემბერში ალბათ ყველაზე რთული კვირა ეს ზუსტად და რატო ახლა მიხვდებით? იმიტომ რომ დახუნძულია ძალიან ბევრი ამბით. პირველი ამბავი, დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევიდა ისევ ამ კვირაში, შემდეგ კვირიდან გამოვა. ამიტომ ეს კვირა რაც შეიძლება ფრთხილად უნდა გავეღოთ. უარყოფით ენერგოველი ნიშნავს რას? შემცირებას ურთიერთგაგების, ჯანმრთელობის პრობლემების გაღვივებას ან განვითარებას, პლუს პროვოკაციების მაღალ ალბათობას. ამიტომ ემოციურად აკონტროლეთ საკუთარი თავი და ვეცადოთ რომ ეს კვირა ყველანაირად გავიაროთ ხილად, იმიტომ რომ აქ წინდახედულობა წინა პლანზე. აი სამყარო, აი კოსმოსი გვიწყობს ამდან გამოცდას, ხო? ეს კვირა გაიარეთ შვიდად წყნარად კონფლიქტების გარეშე, თუ გინდათ რომ შემდგომი პერიოდი ამ თვეში იყოს გაცილებით უკეთესი. ეხლა ვისაც გაქვთ დაუშვათ სურვილი, განზრახვა, შეიძინოთ დაუშვათ მობილური ტელეფონი, ავეჯი, მანქანა, სახლი და შემდგომ. 9 რიცხვამდე ეს ყველაფერი ანუ კვირა დღემდე. რატო? იმიტომ კვირას მერკური კომუნიკაციის, გონების, ინტელექტის, საყიდლების მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი. რეტროგრადული 29 ნოემბრამდე. ამიტომ შემოკარგებო, ესე იგი 9-დან 29 ნოემბრამდე არაფერი ახალი არ შეიძინოთ. ის არ იმუშავებს, ან გაგიფუჭდებათ, ან თაობებს იწყებთ. ეს ერთი. მეორეც ერთი, აქ მოგზაურობის კუთხითაც იღავით ყურადღებით, იმიტომ რომ სხვა სახის პრობლემებმა, წინაღობებმა, მოულოდნელმა უსიამოვნებებმა ასე დროსაც შეიძლება იჩინოს თავი. ტექნიკამ შეიძლება 2-9 რიცხვის მერე, მაგალითად პროგრამული სისტემა გაჭედოს ან გაითიშოს საერთოდ და ასე შემდგომ და ამიტომ 9 რიცხვიდან 29-მდე მოეთ ვიღოთ ყურადღებით. რას ითხოვს 9 რიცხვიდან პერიოდი? დაბრუნებას წარსულისადმი. ძველი იდეები, პროექტები ვერ გახორციელდა, სწორად არ წავიდა. აი ამისთვის იქნება საუკეთესო დრო. თუმცა ამას ჩვენ კიდე შევეხებით შემდეგ ორშაბათს. მაგრამ წინ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ ეხა რაღაცას აპირებთ, ჯობია 9 რიცხვამდე. აი გინდა ცესხის აღება თუნდაც ბანკიდან 9-მდე, მე აღებული ცესხი გაცილებით მეტად გაწვალებთ. ეხლა მოდი ამშვიდ კიდევ რამ შუანე მოვლენები გვაქვს. უარყოფით ენერგოველი 1, პლანეტა მერკური ვახსენეთ მეორე და მისი რეტროგრადულობა კვირა დღიდან იწყება ეს ამბავი 9 რიცხვიდან და მესამე მოვლენა ეს არის პლანეტა მარსი. ეს არის საქმიანობის, ენერგიის, შრომის უნარიანობის მმართველი პლანეტა. იგი ხვალიდან, სამშაბათიდან გადადის უკვე თითქმის 15-16 დეკემბრამდე მშვილდოსნის ზოდიაქოში. მარსი მშვილდოსანში კარგად გზნობს თავს, ეს მის საყვარელი ადგილია, ამიტომ ვისაც გინდა სპორტული ვარჯიშები, აი ვერწყვეტით აქამდე, აი ხა საუკეთესო დროა ვარჯიშებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვის, პაეკრობისთვის, საერთოდ სპორტსმენებისთვის, ტურისტული კუთხითაც კი კარგი პერიოდი იწყება, ჯობია მაინც 29 ნოემბრის შემდგომ 16 მაგალითად დეკემბრამდე იქნება დაუვიწყარი ტურიზმი, მგზავრობა, მოგზაურობა და ასე შემდგომ, მაგრამ გააზრებს ტურისტულ ბიზნესს, ეს უდავოა ამ პერიოდში. თუმცა ურთიერთობა, მოდი აღვნიშნოთ, ურთიერთობაში ცოტა მოითხოვს მეტად სარკაზმის დაუკება, სულსტრაფობის დაუკება საკუთარ ხასიათში. ეს ხელი შემცველი ფაქტორი იქნება ამ პერიოდში. მაგრამ სხვა მხრივ კარგია, რომ ოპტიმიზმს ზრდის და თქვენი მოქმედება ოპტიმიზმზე დაყრდნობით იქნება გაცილებით წარმატებული ყოველთვის. კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ითხოვს ყურადღებას 4 შაბათს, ანუ 5 რიცხვი, ეს არის სავსე მთვარეობა. მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება ენერგიებისა, სწორედ კურო, მორიელი ზოდიაქალურ ღერძზე ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს ნიშნავს რას? რომ მოდის ზედმეტად დიდი აგრესიული ენერგია სამყაროდან ჩვენთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ ენერგიას ვერ უძლებს, სათანადოდ არაადეკვატური ხდება, ზედმეტი ემოცია, ზედმეტი აგრესია, აქ ყვირილზე გადადიან, ხე ფსიქიატრმა კარგად იციან რა ემართებათ ამ დროს პაციენტებს, ხო? და ამიტომ სავსე მთვარეობა ყოველთვის მძიმე დღე ადამიანი ხშირად ვერ ფლობს საკუთარ ემოციებს და ამიტომ კონფლიქტები ადვილად ხდება, ტრაუმატული სიტუაციები ადვილია, იმიტომ რომ ჯირითობს ახალგაზრდა თაობამ და სო ენერგია როგორმე გამოუშვას დაუშვა და შარიანების წარმოქმნის ალბათობა მაღალია, იმიტომ რომ ადამიანს როცა ემატება ენერგია, ზოგჯერ შეათ არ იცის როგორ გამოუშვას და გაუშვებს ამას კონფლიქტით თუნდაც, ხო? ამიტომ ესე იგი 4 შაბათი ფრთხილად პროვოკაციებს არ აყვეთ, ემოციები აკონტროლეთ
ვაკონტროლეთ, არაფერი ახალი სარისკო მნიშვნელოვანი აქ არ დაიწყოთ. შვიდობიანად ვეცოთ, გავიაროთ ეს პერიოდი ურთიერთობა ხელოვნებასთან, ბუნებასთან, სასიამოვნებასთან, ეს კი ბატონო. და ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ. რაც შეეხება ახლა კიდევ ისეთ დღეს, როგორც არის უკვე პარასკევი, პარასკევს ვენერა, სიყვარულის მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს მორიელის ზოდიაქოში და ვენერა რო გითხრათ, კარგია მორიელში არა, სასწორში უკეთესია. მორიელში მას ყოფნა არ უყვარს, ამიტომ ცოტა პირად ურთიერთობებში მოიმატებს ვარძლი, ბოღმა, შური, წყენა, ეჭვიანობა, სარკასტული გამოთქმები, ზედმეტი პირდაპირობა, ამთვისებებს კონტროლი რო ამან კონფლიქტი არ შექმნას, მაგრამ გაძლიერდება სექსუალური ენერგია, გაძლიერდება ვნება. ამიტომ ეს ტენდენციებიც, დაუშვათ, თვალსაცემი იქნება და კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც უკვე შაბათს ეხება, შაბათს საერთოდ ძიმე დღეა, შაბათი ცოტა იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ კონფლიქტების ალბათობაც მაღალია და ტრაუმატული ტენდენციები შეიძლება წარმოიქმნას. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ურანი, ეს არის რეფორმების, სიახლეების, თავისუფლების მმართველი პლანეტა. და ურანი, რომელიც აი ცოტა ხნის წინ გადავიდა ტყუპებში, ეხლა უკან გადმოდის სწორედ რეტროგრადული ხდება კუროში. 26 აპრილამდე იქნება კუროში. ეს კი ნიშნავს რას, რომ კურო ეს არის საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სექტორი, ეს არის სასოფლო-სამეურნეო სექტორი, ეს არის მშენებლობის სექტორი და ურანი ისევ აქ აურევს. ურანი როცა შედის სადღაც ის ითხოვს რეფორმებს, სიახლეებს, რაღაცა წინასწარ განუსაზღვრელ სიტუაციებს ქმნის და ამიტომ ისევ დაიწყება ახლა გარკვეული აღრევა, ქაოსი საბანკო ეკონომიკურ სექტორში, ახალ ვალუტებთან დაკავშირებით საუბარი და რაღაც ახალი წესების დამკვიდრება და ასე შემდგომ. ამიტომ ამას შეიძლება ცოტა ისევ აურიოს სოფლიო დაუშვათ საფინანსო ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ მთლიანობაში ცუდი არ არის, იმიტომ რომ საბოლოოდ აპრილისთვის დალაგდებიან. და ამიტომ ეს სექტორი დალაგდება, მოწესრიგდება და სანამ გამოვა უკვე ურანი 26 აპრილს და გადავა ასე ვთქვათ კუროდან ტყუპებში, უკვე მეტნაკლებად ეს სექტორები იქნება დალაგებული და აწყობილი დაუშვათ იმ ახალ პრინციპებზე, რომელსაც ურანი აქ დაალაგებს. აი ეს მოვლენები ყველაფერი ერთად გველოდება ამ კვირაში და დავთვალისწინოთ კიდევ რომ რადგან დაძაბული პერიოდია 5 გეომაგნიტური დღე გვაქვს ზედიზეთ. ეს არის სამშაბათი, 4 შაბათი და მერე ზედიზეთ პარასკევი, შაბათი, კვირა, 5 ძალიან ბევრია, შემოგარგებო. ვისაც ყავთ მოხუცები, ვისაც ყავთ ესეთი ადამიანები, ვისაც აქვს პრობლემები ნერვულ სისტემასთან, გულსიზარღვან სისტემასთან, განსაკუთრებული ყურადღება ამ დღეებში. პრობლემაა, ცუდად გზნობ თავს, დაუშვათ წნევის ამბავი, აუცილებლად მიაქცეთ წნევა გაიზომე და შესაბამისი პროფილაქტიკით მოაგვარეთ ეს საკითხები, რომ უკეთ იგზნოთ თავი თუ ასეთი დისკომფორტი იგზენით. ეს ზოგადი ტენდენციებია, რომელიც ამ კვირაშია მოსალოდნელი და ეხლა ცალკე ზოდიაქოს ნიშნებსაც რას უკვე შეეთყობა ეს ყველაფერი, იმიტომ რადგან რთული პერიოდი ამ ვთქვათ თვის განმავლობაში ეს ყველაზე მეტად, ამიტომ ყველა ნიშანი მეტნაკლებად ამას იგზნობს. დავიწყოთ ვერძით. ვერძის ენერგოტონუსი ეხლა მცირდება, ამიტომ ადვილად იღლება. შრომის უნარიანობა უფრო დაბალია, ხა ვერძს მაინც ორი კაცის ენერგია აქვს ტრადიციულად და ასეა თუ ისე, ამ ხრივ გაკაჩავს, მაგრამ მაინც ადვილად იზნობს, რომ თუ ვერ გამოიძინა ან გადაიღალა, უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს, ვიდრე მაგალითად წინა პერიოდში. ამასთან ერთად ურთიერთ პრეტენზიები მასსა და დაუშვათ პარტნიორებს შორის მადლობს. კოსმოსი აუცილებლად ითხოვს თქვენგან შემოკარგებო ენაზე კბილის დაჭერას. თქვენ მოლაპარაკე ნიშანი ხართ, მაგრამ ეხლა არა. ეხლა მორიელის დრო ამზე გადის მორიელს, რაც ნიშნავს იმას, რომ მორიელი საიდუმლო ნიშანია, აბა დააკვირდით მორიელს ვერაფერს ზედმეტს ვერ ათქმევინებთ. აი ამას ითხოვს ეხლა თქვენგან. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით, რას აპირებთ, როგორ აპირებთ და შეგო. ეს არის თქვენი გარკვეული სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი. სხვათა შორის შეიძლება გულაცრუებამაც იჩინოს თავი ზოგიერთ თქვენთაგანში, რატო? იმიტომ რომ დავუშვათ გქონდათ რაღაც იდეალი, გაიდეალებული ადამიანი, ან დავუშვათ რაღაცა მოვლენა. აი ამის ხრევის დრო არის, რაც გამოიწვევს თქვენში აბსოლუტურ გულაცრუებას და ეს ტენდენციას გარკვეულ შინაგან სულიერ ტრანსფორმაციას და შინაგანი გადაფასების ტენდენცია შექმნის განსაკუთრებაში. ამიტომ ამ ხრივ ძალიან საყურადღებო მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ კვირის მერე შეიძლება ზოგიერთმა თქვენთაგანმა საკუთარი თავი ვერც იცნოს, ისე გადააფასოთ ბევრი მოვლენები და მათ შორის საკუთარი შესაძლებლობებიც. რაც შეეხება კუროს, კურო ენერგოტონუს ნაკლებად უჩივის, პირიქით ჯანზე მოდის, ენერგია ემატება, უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი ხდება. თავარი არის ახლა რა? თავარი ამოცანა ამ პერიოდში შენარჩუნება კარგი პარტნიორული ურთიერთობების. გინდათ საქმიანი, გინდათ ბიზნეს, გინდათ პირადი ურთიერთობა, თუ ეს ურთიერთობა აირია, ეს კვირა ძალიან ცუდად გამახსოვრდებათ. თუ ეს ურთიერთობა გაქვთ სტაბილური, იქნება ძალიან კარგი და სტაბილური კვირა.
ფინანსებთან იღავით ყურადღებით, იმიტომ რომ ფინანსური ხარჯის ტენდენცია მოიმატებს. ამიტომ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის ზოგიერთი ავანტიურისტი ადამიანი, ძალიან საინტერესო მასწავლებელი წინადადებებით. სანამ ჯიბეზე მოიკიდებთ ხელს, კარგად დაფიქრდით. 7 ჯერ გაზომეთ, ერთხელ გაჭერით, იმიტომ რომ აქ ზედმეტი ფინანსური ხარჯი ამ კვირაში იქნება დიდი ფინანსური წაგებების და უსიამოვნების ფაქტორი. ამიტომ თუ მაინდა-მაინც რაღაც ინვესტიცია გინდათ კაპიტალურობა, შემდეგი კვირისთვის გადადეთ, იქნება უფრო წარმატებული. რაც შეეხება ტყუპების ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად გრადია, ფსიქოემოციურად ეს ნიშანი უფრო ადვილად გამოდის წონასწორობიდან და ხდება სულ სწრაფი. 10 საქმის ერთად გაკეთება უნდა, რის გამოც შეცდომას უშვებს, იმიტომ რომ ერთი მეორეს უშლის. სულ სწრაფობის ნიადაგზე შეიძლება შეცდომა დაუშვას უკმაყოფილება, ამიტომ და კრიტიკა სხვათა მხრიდან მის მიმართ მატლობს. ეს რას უკვე იწვევს პრობლემებს და განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას. აქ გაცივების, სხვა ძველი ქრონიკული დაავადებების წარმოქმნის ტენდენცია მაღალია და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცოტა ხანი ურანი დაგასვენებთ, რადგან ის გამოდის უკვე თქვენი ნიშნიდან 26 აპრილამდე შედარებით ამოისუნთქავთ. მერე 26 აპრილის მერე 7 წლით გადმოვა თქვენ ზოდიაქოში და დიდ რეფორმებს შემოიტან შეიძლება ესეც თქვათ. რაც შეეხება ახლა კერჩხიბებს, კერჩხიბებო ერთ-ერთი ფავორიტი ხართ, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ზეძლიერი, თუ მას დაეყნობით უბრალოდ არჩევანს გააკეთებ და ამიტომ შესაძლებლობები წარმატებისა გაგვთ ძალიან დიდი ყოველხრივ, მაგრამ წყალქვეშა დინებებიც რო აქ ამ პერიოდს, ამიტომ უნდა გახსოვდეთ. და კონკრეტულად ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან. მაგრამ სწორედ კოსმოსი აგიწყობთ გამოცდას. თუ თქვენ იქნებით ზედმეტად ამბიციური, ზედმეტად ეგოისტი, ზედმეტად მომთხოვნი, მაშინ ეს ურთიერთობები იძაბება. ეს კი ნიშნავს თქვენი წარმატებლობის დასს. ამიტომ რაც მეტად ამ ურთიერთობებს სტაბილურ დონეზე შეინარჩუნებთ, მით უკეთეს თქვენთვის და იღავით მზად კიდევ რომ შეიძლება ამ კვირაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. შეიძლება სამთავრობო, საკანონმდებლო თუნდაც ცვლილებები ან დაუშვათ თქვენს შიდა სამსახურში რაღაც სტრუქტურული ცვლილებები მზად იყავით ამისთვის. უცებ ნუ დაიბნევით. იმიტომ რომ ესეთი თქვენი წინათ და წინ მზადება ცვლილებებისთვის ასევე ბევრად იქნება ამით განპირობებული შემდგომი თქვენი წინსვლა ან წარმატებულობა. რაც შეეხება ლომებს, ლომებო ენერგოტონუსი თქვენი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებ გრადია, აქაც შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ, ალერგიულმა ტენდენციებმა მეტად იჩინონ თავი და ამ ხრივ ჯანმრთელობას ცოტა გაუფრთხილდეთ. პარტნიორული გაუგებრობები ასევე მეტად იჩენს თავს. თქვენი მოთხოვნა პარტნიორების მიმართ და უკმაყოფილება მათ მიმართ ერთიორად მატლობს, ასევე მათი უკმაყოფილება თქვენი პერსონით მატლობს, ამიტომ შეიძლება გარკვეული დაპირისპირება გამოიწვიოს, გარკვეული კონფლიქტი, ამიტომ ცოტა ტაქტი, თავდაჭერა აუცილებელი აქვს, იმიტომ რომ ემოციური გაღიზიანება მაინც თქვენში მაღალია. და ამ კვირის განმავლობაში ამას იგრძნობთ. ამის გარდა შეიძლება სანტექნიკა, ელექტროტექნიკა, კომპიუტერი, სხვა სისტემები სახლში, ამათ მანაურიონ ან გამოვიდნენ მდგომარეობიდან, რის გამოც შეიძლება ეს დამატებით ფინანსურ ხარჯთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ თუ ესეთი რამ მოხდა საყოფაცურო პრობლემების წინაშე დადექით, აუცილებლად ესადეთ რომ კი არ ნერვები კი არ მოუშალოთ იქ ახლობლებს და ნაცისებს და საკუთარ თავს არ მეჩვიდაც კნარად ეს ყველაფერი მოაგვაროთ, იმიტომ რომ საოჯახო საათესო ურთიერთობების სტაბილურობაზე ბევრად იქნება დამოკიდებული თქვენი მდგრადობა. თუ აქ აურია და ოჯახის წევრებთან კონფლიქტი შექმნით, მაშინ ფაქტობრივად გამოასხლით საკუთარ თავს იმ საძირკველს, რომელზეც გეხართ. რაც შეეხება ქალწულს, ქალწული ერგოტონუსი არ ურჩევის, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, რო იტყვიან ისეთი შეუძლია კარგი ლიდერული თვისებების წარმოჩენა, გუშინ შარიც არის გარკვეულწილად პარტნიორული თანამშრომლობა შეიძლება ძალიან კარგად წარიმართოს მისი, მაგრამ აი გარკვეული პრობლემები მას აქვს. რა სახის პრობლემა შეიძლება იყოს? ფეიკები. არასწორი ინფორმაციის მიღება. ამიტომ ჩემო კარგებო, ადვილად ნოენდობით ვიღაცამ რაღაცა თქვა, რაც უნდა ის საპატივცემულო იყოს პიროვნება, გადაამოწმეთ. ხელშეკრულება გაქვს დასადები, ნუ ჩქარობთ, გადაამოწმეთ, რომ იქ რაღაცა შეცდომა არ გაგეპაროთ. თუ ეს გახდება მერე საწინდარი სერიოზული უსიამოვნებისა და პრობლემებისა. და კიდევ გავითვალისწინოთ, რომ ზედმეტად კრიტიკული ნუ იქნებით რომანებზე ჩამძიებელი. თუ ეს ბევრს მოუშლის ნერვებს და მეთომეტე ჩვენ სავსე მთვარეობა გვაქვს წინ. ესე დღეს აქ ზოგიერთმა შეიძლება არ გაპატიოთ ესეთი მოქმედება და ძალიან მძაფრი რეაქციები გამოიწვიოს ამან კონფლიქტების სახით. რაც შეეხება სასწავლო
სასწორები ენერგოტონუსის კუთხით პრობლემურები არიან უკვე, იმიტომ რომ შეიძლება ადვილად გაცივდნენ, გადაიღალონ, ის შრომის უნარიანობა, ენთუზიაზმი არ ქონდეთ, რაც ქონდათ მაგალითად წინა პერიოდში და ამანაც გარკვეული დისკომფორტი შეუვნათ, მაგრამ გაახარებთ რა. აი დავუშვათ წინა ადრეული პერიოდში დაწყებული საქმეებიდან, პროექტებიდან შეიძლება მატერიალური დივიდენდები მიიღონ. გაუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ სამყარო აქცდით, აი დავუშვათ მიიღეთ ფინანსები, იქვე გამოჩნდებიან აუცილებლად ისეთი პარტნიორები, რომელიც ეცდებიან ეს ფინანსები დაგახარჯინონ და ორი იმდენი დაგიждდებათ მე ყველაფერი, ხო? აი დავიღავთ ყურადღებით, ესე ადვილად ეხლა ამ კვირაში არავითარი ფინანსები არ ხარჯოთ. თუ რაღაც განსაკუთრებული ახლა პროდუქტებზე და იმას ლაპარაკი არ არის, ხო, თავისთავად. თუ მაინდა-მაინც გინდათ ინვესტიცია, კაპიტალ დაბანდება ფინანსებთან დაკავშირებული, ეს ყველაფერი შემდეგ კვირაში და ამ კვირაში არა, პირიქით გავუფრთხილდით ფულს, რომ მე ამას არ მოყვეს დამოტებითი დანაკარგები. რაც შეეხება მორიანს ყველაზე აქტიური ენერგიული ინიციატივიანი ლიდერი, ხელმძღვანელია, ქარიზმატულია, მიმზიდველია, ეხა მათი დროა. რომ ეთქვიან, ამიტომ ბევრი რამ გამოსდის, გინდათ იდეების რეალიზაცია, გინდათ პარტნიორული თანამშრომლობა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, ზემძლავრი ინტუიციაზე დაყრდნობით, სწორი არჩევანის გაკეთება, ეს ყველაფერი გამოგდით. მაგრამ წყალქვეშა დინებები გვაქვს, შემოკარგებო. თავარია თქვენი წარმატების ფაქტორმა ზედმეტად, ასე ვთქვათ, არ გააჩინოს თქვენში ამბიცია. საკუთარ თავზე ზედმეტ დიდი წარმოდგენა. რადგან ყველაფერი გამოდის, თქვენ შეიძლება აგიხსნათ პრინციპით, მე ყოველთვის მართალი ვარ. არავის მოსმენ არ ხსუთ და ტოლვა ექსტრემისადმი მატულობს, რის გამოც შეიძლება ტრავმულმა ტენდენციებმა იჩინოს თავით თუ სათანადო სიფრთხილე არ გამოავლეთ ამ კუთხით. აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს ამ კვირისა მეაქცევთ ყურადღება, მაგრამ მთავარი ფავორიტი მაინც ამ კვირაში ხართ თქვენ. წარმატების კუთხით. რაც შეეხება შილდოსნებს, აქ პირიქით გვაქვს. ყველაზე რთული პერიოდი აქვს შილდოსან წლის განმავლობაში, ეს არის დაბადების წინა ზონა, როდესაც იმუნიტეტი აქვს უკვე ყველაზე დაბალი, შეიძლება ადვილად გაცივდეს, ადვილად გადაიღალოს, ფსიქოემოციურად იყოს მეტად არასტაბილური, აი რო თქვენ ადვილად წახდეს და უცებ ვერ იცნოთ. სადღაც გაქრა მისი ოპტიმიზმი და სადღაც გაქრა მისი სიხარული და ჩაქრა თვალები, არ გაიკვირდეთ. ეს დროებითი მოვლენა, სადღაც დაახლოებით ორ კვირაში ეს ყველაფერი გადაულისმას, მაგრამ რთული პერიოდია და სახიფათო, რატო? იმიტომ რომ არაფერი ახალი აქ არ უნდა დაიწყოთ. მათი უმრავლესობა არ ემუშავებს მერე და არც არ ემართება ის როგორც თქვენებს სურთ. ძველი საქმე დაასრულეთ, ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. აქ მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი სიტყვები, ზედმეტი არ ილაპარაკოთ, იმიტომ რომ შეიძლება საიდუმლო გათქვა და ამას მერე პრობლემები მოყვება, ფარუმტრებს, მოშურნებს აქ არ ძინავთ, ეს გახსოვდეთ და აკონტროლეთ ის, რაც ხდება თქვენ ზურს უკან. ერთი სიტყვით მაქსიმალურ შვეიცხოვრო რიტმზე გადადით, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირა, რომელმაც შეიძლება მერე ფსიქონევროზული ტენდენციების შექმნა ზოგიერთ თქვენთაგანში, თუ სათანადოდ არ დაასვენეთ საკუთარი თავი. აი დასვენებისთვის, მაგრამ მივლინებისთვის, დასვენებისთვის, შეულებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ. რაც შეეხება თხისკა ენერგოტონუს არუჩევის ჯამთელი აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, ორგანიზატორული მონაცემებია გადასარევი, ამიტომ ბევრი რამ შეუძლია გაკეთოს და სხვა შორის აი სხვები ელოდებიან გარკვეულწილად ქვეცნობიერად დახმარებას თხისკისგან. და თხისკას შეიძლება მზად არის რომ დაეხმაროს და გვერდი დაუდგეს ყველას. რის გამოც ერთ-ორჯერ მატულობს მისი ავტორიტეტი. ამ მხრივ ეს ძალიან კარგი პერიოდია, პარტნიორული თანამშრომლობაც კი კარგად გამოსდის, ესეც კარგია, მაგრამ მოდი ცოტა ყურადღებით ვიყოთ რის მიმართ. რეფორმების მიმართ. სამყარომ შეიძლება დაგაყენოთ სიახლეების აუცილებლობის რეფორმების აუცილებლობის შეიძლება მეთოდოლოგია შეიცვალოს მაგალითად, ხო? და უცებ შეიძლება ამისთვის მზად არ იყოთ. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, თუ რაღაც ცვლილებები შემოვიდა, თან არ იჩქაროთ, თან არ გააპროტესტოთ, მაგრამ შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპით მიუდექით ამ სფეროს. თუ ჯობი ამ კვირაში ამას მოიფიქრებ, დავუშვათ ახალი იდეა, პროექტი და შეგო, ხო? და განახორციელებთ შემდეგ კვირაში, იქნება უკეთესი. თქვენთვის. მერწყულებს რაც შეეხება ენერგოტონუსი დაბალია, ჯამთელობა არამდგრადია, ეს შეიძლება ადვილად გაცივდეს, ადვილად გადაიღალოს. მაგრამ ამავდროულად ახლა ნახეთ როგორც თუნებებია ფინანსების შემოდის ადრეული საქმეებიდან. ამიტომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ აქვე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ესწრებიან ეს ფინანსები სერიოზულად დაგახარჯინონ და უმრავლეს შემთხვევაში აბსოლუტურად უაზრო პროექტებში და უაზრო დაუშვათ საგნებში. ამას მიხვდებით, მაგრამ უკვე იქნება გვიან. ამიტომ ეს არ მოხდეს ფხილად,
ორჯერ გაზომერთხელ გაჭერის პრინციპით იმოქმედეთ სანამ რაიმე თქვენს ფინანსებს დახარჯოთ მე მაგალითად გირჩევთ რომ უჯობესია იგივე დაუშვათ თქვენი ინვესტიციები კაპიტალ დაბანდებები ჩადოთ შემდეგი კვირიდან რაღაც პროექტში და არა და ეხლა იქნება ყველაზე მაღალი ცდუნებები ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით ამიტომ გავფრთხილებ ჩვენ სარგებლოდ პრინციპით სწორედ ვინც გაფრთხილებულია შეარაღებულია რომ ამდაგვარი შეცდომა არ დაგემართოთ და კიდევ ურადღება ესე იგი ჯანმრთელობას რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ კოლეგებთან ხელმძღვანელებთან აქ თუ ეს ურთიერთობა დაიძაბა და ზოგიერთი იქნება ისეთ სამსახურში უმიწეცდება რომ ეს ურთიერთობა დაძაბოს ეს სერიოზულ დახს დაასვავს ნეგატიურს თქვენ შემდგომ კარიულ განვითარებას ამასაც მიაქციეთ ყურადღება და რაც შეიძლება თევზებს ეს მესამე ფავორიტი ამ პერიოდისა ასევე აქტიური ენერგიული ინიციატივიანი გარკვეულწილად იდეოლოგიური ლიდერი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან კარგი შემოქმედებითი ინჭის უნარის გამომატარებელი ზეინტუიციური და ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ ჩვენს აკეთებს შარმის დულობა ხა თქვენი საკმაოდ მაღალია თუმცა ამავდროულად კრიტიკოსებიც საკმარისად იქნებიან რომლიც ეცდებიან თქვენს კრიტიკას რაღაც არ მოეწონებათ რაღაც პრეტენზიები ექნებათ ეს ყველაფერი ეხლა მშვიდად გადაიტანეთ გულთან ნუ მიგაგ ნუ განიცდით რატომ მითხრა ასე რატომ მოხდა ასე მშვიდად იმიტომ რომ ეს კრიტიკა ეს გამოცდა თქვენთვის ამ კვირაში მშვიდად თუ გადაიტანთ ამას რეაქციას დიდს არ მისცემთ და მოდი ასე ვთქვათ კონფლიქტში არ შეხვალთ მაშინ გაცილებით მეც გააკეთებთ შემოქმედებითაც პროფესიონალური კუთხითაც ბიზნეს სფეროში აქტიურად ჩაერთვები და სხვა შორის ასე ვთქვათ შეძლებს ძალიან საინტერესო უცხოელ პარტნიორებზე გასვლას თუმცა უცხოეთში მოგზაურობას ამ კვირაში არ გირჩევთ ამისთვის უკეთესი იქნება შემდეგ კვირა რომელიც გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება მათ შორის უცხოელებთან ურთიერთობის და უცხოეთში შტაბ-სილების მიღების თვალსაზრისით ამ ინფორმაციით მე მინდა ყველას წარმატებები უსურვო ამ კვირაში. კი ბატონო, ესე იგი ერთი კვირით უნდა დავისვენოთ, როგორც ვატყობ. მე შეჯამების სახით შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ არ მიკონფლიქტო და პროვოკაციებს არ კი ბატონო და მომდევნო კვირა იქნება ბევრად უკეთესი. ეს უარყოფითი ენერგოველი როდემდე გაგრძელდება? აი ახლა ეს კვირის ბოლომდე 10 რიცხვამდე. კი ბატონო, ნუ 10-დან ფრთებსაც გავშლით, შემოძვირფასებო. არა უშავს, ვინც გაფრთხილებულია, შეერაღებულია უკვე ვიცით ჩვენ ეს ამბავი და ყველაფერს მიყვეთ როგორც არის, ყოველდღიურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და დიდი და საგმირო საქმეები უკვე შემდეგი კვირიდან დავიწყოთ. მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ ამ ფორმატში ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომდევნო ორშაბათს. ნახვამდის.